ყველას აწუხებს კითხვა, ვინ დაწვა ვაგზის მოედანზე ბაზარი და ძალიან მოკლე ფაქტებს გეტყვით. კალაძემ გასცა ნებართვა წილოსანზე და რუხაძეზე, სამშენებლო პოლიგონად უნდა აქციონ, დიდვე იცით ამის შესახებ. ზუსტად 20 აპრილს, ანუ დაახლოებით 1 კვირის წინ, 10 დღის წინ ეს ქონება წილოსანის მამამ გადაუფორმა არქის, ანუ წულაიას, კალაძის ნათელ მირონს, ბიზნეს პარტნიორს, კალაძის კასირს ფაქტობრივად და ამასობაში ხდება ბაზრის დაწვა და რაშუაშია ახლა ეს მშენებლობა და ბაზარი ერთმანეთთან. ამ ტერიტორიაზე რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ადამიანი და შემდეგ სამშენებლო პოლიგონად იქცეს, უმნიშვნელოვანესია გზა ესტაკადა, რომელიც 2024 წლიდან უკვე დაგეგმა კალაძემ. ანუ ბორჯომის ბაზრის ტერიტორია, ვაგზის მოედანზე რომ ბორჯომის ბაზარი დაწვეს, ანუ ამ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ვსაუბრობ, მნიშვნელოვანია გზისთვის, ანუ ესტაკადისთვის, რომელიც ჩაფიქრებული ქონდა კალაძეს. ანუ ახლა მისმა ნათელ მირონმა აიღო სამშენებლოდ, ასე ვთქვათ, წულაიას და რუხაძის, ასე ვთქვათ, წილოსანის და რუხაძის ფართი, საჭიროა გზა და გზა რომ მივიდეს, საჭირო იყო, ასე ვთქვათ, და ეს ბაზარი, რაც აი ახლა ამ ვიდეოში ფონად ახლავს კონკრეტული რუკა, სამოქმედო რუკა, რომელიც დამუშავებულია კალაძის მიერ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა აშენდეს აქ ხიდი ან გვირაბი. შესაბამისად, საჭირო იყო ამ ბაზრის გაუქმება.